სტუმრებო გამოქვაბულში შევდივართ. შიში ვიჭამე სამჯერ. და არ შეშვენი ეს ეგ საქართველოს დროშას. ვაიმე ბაგრატი დავინახე. მოგესალმებით ჩემო საყვარელო ქუთაისელებო და ქუთაისის სტუმრებო. ეხლა ჩვენ ვართ გელათის მონასტერთან. დღეს ვართ პირველ ლაშქრობაზე. გელათიდან ვიწყებთ ლაშქრობას, გელათის მონასტრიდან და იმისთვის რომ არ დავიკარგოთ, ჩვენთან გვახლავს საფეხმავლო გიდი ირაკლი, რომელიც მოგცემს გზადაგზა რჩევებს. გამარჯობა, მარტივად რო ახსნათ, ეხლა ვიმყოფებით გელათში და ჩვენ მოვივლით გელათის გარშემო მდებარე ძალიან კარგ ლოკაციებს. ისეთი, რომელიც შეიძლება არ გქონდეს ნანახი და შეიძლება აქ მხოლოდ გელათში დავდიოდეთ. წავედით, აი ამ მიმართულებით. ჩვენ გვაქვს პირველ მოსანახულებელი ადგილი დავითის კონცხი. ეს არის გელათიდან სამხრეთის მიმართულებით, დაახლოებით 500 მეტრში და წარმოადგენს ციხესიმაგრეს. ჩვენ თვალით ნახოთ, წავიდეთ. წავიდეთ. გველები ხო არ არიან ჯერ? ხახვის ფურცლები არ დავყაროთ, ზერს რო გავაკნოთ უკვე. ვაიმე დავიღალე. დავიღალე მე. აიღალე? მოდი ეხა ავხსნათ. ეხა ისუნთქე, თუ სუნთქე, ხო იცი? თუ სუნთქა ვარ კვდები. შენი პირველი ლაშქრობა არის? დიახ. პირველი ლაშქრობის დროს ჩვენ აუცილებლად გვჭირდება შემდეგი რა. ვიაროთ სწორად. და სწორად სიარული რა არის? ეხა ვდგავართ ცოტა აღმართზე. გადადგ მოკლე ნაბიჯი. აი ესე. და ხრების სიგანეზე ნაბიჯების მდებარეობა. და დაბალი ტემპით. ლაშქრობაზე როგორი გამოპრანჭულები უნდა მოვიდეთ? კეთილი. მთავარია უნდა ვიყოთ სპორტულად და კომფორტულად. ნახე, როგორც ახლა ფილტვების სუნთქვა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ კარგად და კარგი ტემპში შევიაროთ, ასე ვარ სხეულის სუნთქვა. აი ესეთი არის. მთავარი იყოს კომფორტული, ან ბოტას უნდა იყოს კარი ძირის. მე მქონდა არჩევანი პატარა ბოტასსა და დიდ ბოტას შორის და დიდი ბოტასი ჩავიცვი. ცოტა დიდი მაქვს, მაგრამ პატარას აჯობებს ჩემი აზრი. წავედით. რა ლამაზია, იქ რა დასახლებაა. ვაიმე ბაგრატი დავინახე. კი. გიორგი ბაგრატი განახო, მოდი. მეგობრებო, იქეთ ჩანს ბაგრატის ტაძარი და ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბაგრატის ტაძარზე, ბევრად მაღლა, როგორც აქედან ვაკვირდები. ზუსტად არ ვიცი ზღვის დონიდან რამ ხელაზე ვართ, მაგრამ საკმაოდ მაღლა ვართ, ბაგრატზე მაღლა. მე მაინტერესებს ვაი და დავიკარგოთ რა ვშვებით. თუ დავიკარგეთ, ეს არის ჩვენი ბრალი. დაგვეგეგმა კარგად, რუკა შეგვესწავლა, ჩავმოგვეწერა ოფლაინ ტრეკი, მაგრამ მოდი მოხდა და დავიკარგეთ. თუ დავიკარგეთ, უბრალოდ შეგვიძლია გავყვეთ მდინარეს, მდინარე აუცილებლად ჩადის დასახლებაში. ძალიან ბევრჯერ მე. კარგად ვარ. გადავრჩი. ჩვენ ეხა ვიმყოფებით დავითის კონცხზე. აი მარჯვენა მხარეს ხედავთ გელათს. აი ამ კუთხიდან შეიძლება არ გქონდეს არნახი. ავიდეთ და ჩვენ წარმოვიდგინოთ მე-11 საუკუნის საქართველოს, როცა ყველაფერი კარგად არის ქვეყანაში და ძალიან კარგად. გელათის აკადემიაში ადამიანები კარგად რაღაცებს სწავლობენ. იმ დროს. ეხლა რა ხდებოდა აქ წარმოვიდგინოთ, იმიტომ რომ აქ იყო ციხესიმაგრე, ასე რომ ვთქვათ, ციხე კოშკი, რომელიც იცავდა მთლიან წყალწითელას ხეობას. წამობრძანდი? იქ უნდა იყოს დროშა, რატო არ არის? არ მეშინია, მაგრამ თუ არაფერი მიცავს მეშინია. ვაიმე ქარია. ჯვარი. ვაიმე. კი, ნახე. ეს არის დავითის კონცხი, ეს არის ციხე კოშკი, რომელიც სამწუხაროდ არის გადანგრეული. ჩვენ ხედავთ, რომ აქ ნანგრევებია. ჩავიდეთ ახლა ხო თან. კი, ნახე, ამ ხედზე არის გელათი. და თან მაგარი რაკურსი არის, ქვემოდან უყურებთ. ეს ტერიტორია არის აი ძველი ოკრიბა, ესე ეძახია და უშუალოდ ძალიან საინტერესო ადგილია. ნახე, ასევე ტყიბულში ვართ? კი, ეხა ეს ტყიბულის ტერიტორია
ტყიბულელებს გაუხარდებათ რომ გელათი მათია. მე ასე ვაღიარებ. ეხლა მოდი ეგრეც ნუ ვიტყვით. მე ქუთაისის წარმომადგენელი ვარ გენოცვალე. აი ამ მიმართულებით ხედავთ მოწამეთას ზემოდან. მოწამეთა, აი ჩვენ რო ვიყავი. მე მაინტერესებს ის საქეიფო ადგილი რო არის იქ მოწყობილი შუაში მაგიდით და გარშემო სკამებით, ვისი გაკეთებულია? ვინმე მწვადი შეწვა? რავი, შეგვიძლია ქვემო ჩავიდეთ უკვე და დავსხდეთ იქ. მეგობრებო, ვინც მოხვდებით აქან, გამიზნულად მოხვალთ, აქ უნდა იყოს წესით საქართველოს დროშა. უკვე არის ძალიან ნაგლეჯებად ქცეული და არ შეშვენიეს ეგ საქართველოს დროშას. ამიტომ ვინც აქ მოხვდებით, ძალიან გთხოვთ რომ წამოიღოთ დროშა და ახლიდან გააკეთოთ აქ და ლამაზად იფრიალებს მერე დროშა და ძალიან გამიხარდება თუ ვიდეოს გადაიღებთ და მაჩვენებთ. მადლობა წინასწარ და თუ მე მოვედი მანამდე მე გავაკეთებ. პირველ დახმარების ხრივ ძალიან ბევრი ნივთი არ არის საჭირო. ჩემი აზრით დექსამეტაზოინიც უნდა ატაროთ ხოლმე. არა. ნელა. ეს არის მითი. დექსა არის მითი. როგორ გიყიდება? არ შეიძლება. არ შეიძლება. ნახეთ, სამწუხარო საზოგადოებაში არის გავრცელებული ცრუ ინფორმაციები, რომ თუნდაც ეხა დექსა რაზე უნდა გამოიხანო. თუ ფუტკარი გიკვენს? ხო, კრაზანა. კი, მაგრამ შენ იცი ალერგია გაქვს თუ არ დექსაზე? კი, არ მაქვს. ალერგია არ გაქვს დექსაზე. დექსაზე არ მაქვს ალერგია. ანუ დექსას ხშირი მოხმარებელი. კი, მაგალითად გადავუშველი ვარ. არა, ხალხო, ეს არ შეიძლება არაფრით, ანუ ზოგადად ეხა მე როგორც გიც არანაირი უფლება არ მაქვს შენ რაიმე წამალი მოგცე. იმიტომ რომ მე არ მაქვს ინფორმაცია. შენ ამით ალერგიული ხარ. მაგრამ ნახეთ, მე სამედიცინო პერსონალიდან ვიცი რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოიხმაროთ დექსა. აი რაღაცა გავცივდი და ხმა ჩამეხლიჩა და დექსა გავიკეთო, ეს არ შეიძლება. არა, ხო, მაგრამ იმიტომ რომ ეს დექსა არის ძალიან მაღალი დონის პრეპარატი. იცი რა, მე ანუ ძლიერი ალერგია რომ მქონდა, მაგ დროს დექსა დავლიე რა, იმიტომ რომ ანუ მე მის კი, გაკეთება მაგრამ ნახე, მერწმუნე უბრალოდ გაგიარა და არა დექსამ არ იმოქმედა. არ გამიარა, გეფიცემ. ეხა აი დექსას მოყვარულ ხალხო დაწერეთ თქვენ კომენტარებში ამაზე რას ფიქრობთ, იმიტომ რომ ეს არის შეცდომა. ან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ასევე დაწერონ. არა, მე ერთი ის ვიცი რა, ღვიძლისთვის არის ცუდი და არ შეიძლება ხშირად დალევა, მაგრამ თუ ისეთ მდგომარეობაში ხარ ახლა რომ დასიებული ხარ და ჩვეულებრივი წამალი არ გშველის, რა ვიცი ხო. მე როგორც იცი, მაინც არ გშველის. მიშველა, აი ვცადოთ ახლა რამეზე ალერგია დაიმართე. კაიქა და კაია. ყველი პური, ლავაში, უბრალოდ მწვადები, კიტრი, პამიდორი. რა ვიცი, ეს არის ქართული სუფრა, გადავშენდებით ეს. სუწა გვართვის. სუწა ქართველობა. ქადაზე უნდა გადავიაროთ ამ ხელა ქართველმა ხალხმა. აი მწვადი სხვა არის, მწვადი. მწვადი თავი ფილოსოფიაა ცალკე. ნინა, ეს არის ტურისტული ბილიკის აღნიშნული ნიშანი. თუ შენ ამას დაინახავ, ესეთი ფერებით. ესე ხარ სალაშქრო ბილიკზე. ეხლა რო დავიწყებ სიაროს. თუ გავა 10 წუთი, 20 წუთი, ნახევარ საათი და ესეთი სამე არ შეხვდა, ამოხდება შენი აზრით. ანუ დავიკარგეთ. ნინა, როგორ ახარ? წამერთვა რაღაც შეგრძნებები. როგორც პირველი ლაშქრობისთვის ის არის დაუღლელია ცოტა, მაგრამ თან ძალიან სასიამოვნოა ბუნებასთან კომუნიკაცია. ეგერ ჩიტი მეჭიკჭიკებოდა, რაღაცას მეჭორავებოდა და კაი იყო, მაგრამ ძალიან კარგი. ცოტა დავიღალ. განწყობა გვაქვს, საკვები გვაქვს და წყალი გვაქვს. რა გვაქვს? გვითხოვდება ლობიანი უკვე. წავიდეთ ბერის ციხის მიმართულებით. ავდგე, ანუ? კი, წავიდეთ. რაი, მე მაგალითად ძალიან მიყვარს თორე ბუნებას ერწყმის მაგალითად სოფელი. აი ძალიან მიყვარს სოფლები. ლამაზ ბუნებაში ჩაფლული სოფლები. რავი, ეგეთი ადგილები მიყვარს ძალიან რა. რაღაც აი ხალხთან კომუნიკაციაც მაგალითად რო შემიძლია, იქაური ადათ-წესების გაგება რო შემიძლია. ეგეთი კუთხის რაღაცები უფრო მირჩევნია რა. ანუ ესეც ახლა ლამაზია. მაგრამ აი რავი, უბრალოდ ლამაზია. ხო და შენ გასეძებ ხა იცი რაღაცა მოხდეს ეგრე დაკბი სიამოვნდა იარე ხო იქ რაღაცა ჩით შეხედე ლამაზი ყვავილებია გახედე ეს არის მთავარი ანუ აქ უბრალოდ ნამოეშვა ეხლა მოხდეთ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილას მე ძალიან მიყვარს გაშლილი მინდვრები და ძალიან ლამაზი ყვავილებია და ულამაზესია თუ მოხვალთ აქ ძალიან გთხოვთ რომ ყვავილები არ განადგუროთ და სულ ესეთი ლამაზი იყოს ეს მინდორი
ხოდა მეტი ესეთი ვიდეოსთვის გამოიწერეთ ჩემი არხით და აღწერაში ირაკლის არხით. ეხლა ვიმყოფებით გელათის თავზე. წმინდა ნინოს მონასტერს ეძახიან. თორმეშლება სახელი. და ეს არის ხალხო გელათის თავზე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი. აი შეხედეთ ბუნებას, შეხედეთ ყველაფერს. აქ ცხოვრობენ მამაოები და ყველაფერი არის მოწესრიგებული. მშვენიერი ბილიკია გაკეთებული. და ეხლა გავვალთ ქუთაისის ერთ-ერთ საუკეთესო ხელს. ქუთაისის ყველაზე მაგარი ხედი არის აქედან. კი. აი, ამაზე მაღალი წერტილი არ გვაქვს. გარშემო. აი გადავხედოთ და დავინახოთ ჩვენი ქუთაისი. უკვე რაჭა-ლეჩხუმის ხარი დავინახოთ, აი ეს ტერიტორია არის. რაჭა ჩემი სიყვარული. ეხა ხვამლი ღრუბლებშია გახვეული და თორ ჩანს აქედან რამე? კი. უბრალოდ ეხა ღრუბლებში და აქედან მხარეს არის უკვე რაჭის მხარე ტყიბული. ეხა წავიდით სპეციალურ საიდუმლო ადგილას. ოჰო. რომელიც არის ქვემოთ. სანახაობების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი კიდევ არის ეს, რადგან აქედან გვაქვს გელათის ზედხედი. აუ ეხა ის რო არ იყოს შეფუთველი ეხა რო არ იყოს ლამაზი იქნება. საფარველში. რა ვიცი, ალბათ გელათი როგორც ყავთ ისი კულტურული და სილამაზის ერა იქნებოდა ისევ ლამაზი, მაგრამ ეხა არ არის. ორი ცუდია. აქ გვაქვს საიდუმლო ადგილი ასევე. დავით. მიმართე შენ გამომწერებს, რომ შენ გარდა ქუთაისის აღმოჩენისა კიდე რაღაც ისეთ საინტერესო ადგილებს აღმოაჩენ აქ. 10 მეტრით იარე წინ. 10 მეტრი რამდენი არის? აი, ეგრე და წადი მარჯვნივ. ვაიმე. აღმოაჩენ. მეშინია მე. აი, დაიჭრე. მეგობრებო, გამოქვაბულში შევდივართ. დაახლოებით აი დათოლაბაძის სოფელში რო ეს არის ვაიმე ვირთხები იქნება მანდ. ვაიმე. რა ხდება შიგნით? წამოდი შენ. პირველი შენ. წადი შედი. ეს პირველი სახორცე მასალა. დაიწყე ხა გამოყოლება, მიდი შენ ხარ აქ თავარი. რა გამოყოლება? ფეხები მიკანკალებს შიშისგან. წყალი წვეთავს. ვაიმე ღამურ არ ჩამოფრინდეს თმაში ეზრის გაზდილი თმა. ვაიმე ძვლები ხო არ იქნება? აი ესე მინდა თუ რამე ცხოველი გამო პირველ დაგეტაგება შენ და გამოვიცე ცოტა. ბუ არავინ დამიძახოს ცოდოთ შემეშინდება. ეს არის გამოქვაბული და სავარაუდოდ იყო რამე შესანახი ადგილი ან უბრალოდ თავის დასაცავი. თავი დაწე უბრალოდ ნახე ხო არის შენ თავზე. შველია ცოტა და ნენა. ვაიმე რა ჭუჭყიანი კედელია? გასაშპალია. აი ნინა შენ რას მეტყოდი ეხა როგორი ტიპის ვაიმე თავში წვეთი დამეცა. როცა სიბნელეში ვარ ძალიან არ მიყვარს და ცოტა ის მაქვს ახლა, მაგრამ ეს რადგან ძველი არის, ენერგიებს წამოვიღებ. აი, ენერგიები. ხამორებთან როგორია? აუ ძალიან ცუდად, მაგრა არ მევასებიან. იმის მეშინია რომ თმაში ჩამოფრინდებიან და მოსაჭრელი გამიხდება მე. კი, რა ვიცი, ხა ამ ღიმესზე ბევრს რაღაც ვერ ვიტყვით. ისეთი კარგი შესახედობის ღიმეა და აი, შესანახია. კი, რა ვიცი. აჯაბსანდალი და ასე შემდეგ შეგიძლია. კი, იცი, საკვებს ინახავდნენ ასევე ქვებრებში. ხო, კი, თავიდან რაღაც მაცევრისის. ნახე როგორ წუნწკლავს. შეხედე. აქ რა არის, თუ ესე წუნწკლავს. ხო. ესე იგი აქ მიმდინარეობს სტალაგნიტების ჩამოყალიბება. ხო. ამან ეხა როგორ არის, უნდა გავიდეს 1,200,000 წელი, რომ ეს დიდი გახდეს. ხო. და რომ ჩამოვიდეს აქ. და შეიძლება პატარა სათაფლია იყოს მალე. მოდი პოკინია, მოდი. მოდი პოკი, მოდი. ესე იგი მეგობრებო, ახლა მივდივართ ერთ-ერთ მთავარ სანახაობასთან. მე უკვე სული მაქვს გამძვრალი და ეს გზა ცოტა ის არის. ჩახერგილივით არის უკვე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ეკალბარდები არის და გასაწმენდია, ასე ვთქვათ და მაგრამ ცოტა მაბრკოლებს. მაგრამ გაუსულელი არ არის რა.
როგორ ფიქრობ, ჩვენი დღევანდელი ლაშქრობა მორჩა თუ რამე დაგვრჩა სანახავ? ესე იგი, მთელი ლაშქრობა გიორგი ელოდება თოქს, რომლითაც სადღაც უნდა ჩავიდეს და კი ბატონო. ალბათ ეგ დაგვრჩა. იქ არის? კი. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ბერის ციხის ტერიტორიაზე. ბერის ციხე. ანუ აქ იყო ციხე? აი ბერის ამ ადგილას ციხე. თუ? ბერის ციხე რო წარმოვიდგინოთ, არის აი აქ ნანგრევები. ხო. წავიდეთ ეხლა. ცოტა კი არა. ძალიან გაუვალია. ой, აქვე არის კოშკი. აბა. აქვე არის კოშკი. და ესეც ნანგრევებია ეხლა. სულ დღესია. მაგრამ ჩვენ გვინდა თოკი. ხო, წესით. need დასაწილი ბევრი კადრია. ჩვენ ვართ ახლა ძალიან ისეთ ადგილას, ექსტრემალურ ადგილას, ძალიან დიდი დაღმართია და თოკი არის, რომელიც მეშვეობითაც შეგიძლია რომ დაბლა ჩაცოცდე და მე მეშინია და ამათი ჩავსვისაც მეშინია. ძალიან კარგი, შიში ეს ადამიანური ფაქტორი არის. ეხლა რას ველი? ChatGPT-მ პასუხობს ხოლმე ეგეთ რაღაცებს. რას ველით აქ? აქ არის რას ველთ გადარჩენას. გამოკვეთილი ეგრეთ წოდებული ოთახი, სახლი, სადაც ლეგენდის თანახმად მოღვაწეობდა ბერი ხო, და ეძახიან ბერის ციხეს. ხო. ეხლა ჩვენ ძალიან კულტურულად ჩავალთ აქ. ყოველგვარი დაგორებების და ასე შემდეგ. ფრთხილად, ნენელად ჩავალთ. ამ გამოწერების გამო ეს ხალხი რეებს არ აკეთებს რა. ნინა, სადადი ხარ? სადადი ხარ? რა ვიცი. სად მოვდივოდ? შენი კომენტარი. შიში ვჭამე სამჯერ. ლობიანი ერთხელ. ძალიან ის იყო. აქ რა გინდა ეხა მითხარი, აი, აქ რო შენ ჩამოყალ ეს არის გმირობის ტოლფასი. რა არის, იცი? მე არ ვიცოდი თუ აქ მოვდივარ, მოტყუებით წამომიყვანს. ვაღიარებ რომ ინფორმაცია მივაწოდე, მაგრამ თლად ესეც ის თუ იყო ექსტრემალური. ფხილად. ნახე შენ დაცემაც იცი, ანუ ეს იც რა ვხლაცოდნა? დაცემა როცა იცი. შენი უნარები როგორია? დაცემავი. ის იყო. არ მეყარს მეგეთ საჭიროა. მე რა კარგია რა ცოცხლები ვარ. თავარი ეგ არის რა ცოცხლები. შევედით. ეს არის რა? აქ ვარ დააწერენ ახლა უკაცრავებელია და ჯენალი და რაღაცები. აი ამ ხება ისტორიის რაღაცაზე. აი რატო? აი ძალიან ძველი დაწერილია ესენი ვერ წარმოიდგინე ისე. ეს არის კლდეში გამოკვეთილი ბერის საცხოვრებელი, ესეთი მითი არსებობს, რომ აქ რაღაც პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა ბერი და მოღვაწეობდა. ესეთი ადგილი ფაქტიურად პატარა ისეთი ვარძია არის რა, შეგვიძლია დავთვალიეროთ. მე ჩავფასებდი როგორც არის პატარა ვარძია, მართლაც გამორჩეული ადგილი არის. და ბევრი ადამიანი როცა აქ მოხვდება რაღაცნაირად ისეთი ემოციური და რაღაცა რელიგიური შეგრძნებები მეუღლება პირადად, იმიტომ რომ აი რო წარმოიდგინე რომ აქ ვიღაც ცხოვრობდა და ხო, აი რა განცდები შეიძლება ქონოდა. ამიტომ აქ ვინც მოხვდებით, ვიყავთ ფრთხილად, მოერიდეთ კუთხეებს, თოქზე ნელა და უსაფრთხოდ ჩამოდით. მე იმას ვიტყოდი კიდე რომ თუ არ ყავთ ვინმე ადამიანი ვინც იცის ეს გზები, არ უნდა წამოვიდნენ, იმიტომ რომ უეჭველი დაიკარგებიან. არა, რა შეუძლიათ იცით? ჩემი არქი გამოიწერონ, თუნდაც მე მომწერონ და ვიახსენებ შესაბამის ყურადღებას. ხო, ანუ მარტო და დამოუკიდებლად განსაკუთრებით ამ ადგილას გქონია რომ არავინ არ უნდა წამოვიდეს, იმიტომ რომ ჯერ გაუვალი ცოტა ტყე იყო და შეიძლება დაიკარგონ და მე აქაც ეს მითითებების გარეშე ჩამოსვა ცოტა რთულია, ამიტომ ესე თქვენით მაინც ნუ გაბედავთ. ჩემი რჩევა იქნება. მე 100% გეთქვამდი.
ყოჭა. ნინა, ტომ რაიდერის ვინ ხარ? არქეოლოგი ქალი და ესე სათავგადასავლო ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი ფილმის თავარი პერსონაჟია. ნინა, როგორ შეაფასებდი 4 სიტყვით ლაშქრობას? მე ძალიან დავიღალე. ჯერა. მაგრამ მომეწონა კარგი იყო, მაგრამ აი ძალიან დავიღალე. კი. მე ასე ვიტყოდი, რომ თქვენ ძალიან კარგად იარეთ. მარის თოკი მომეწონა. კი, ძალიან კარგად იარეთ. პირველი ლაშქრობისთვის საკმაოდ კარგი გასვლა იყო და ვფიქრობ, რომ აი მომავალშიც აი, შეიძლება გადავხარშავ, რომ გავუგებოთ თახები როგორ მექნება, მაგის მითხარ. კი ბატონო. გავიცე. გიტყოდოთ იმას, რომ ქუთაისის ძალიან ბევრი საინტერესო ადგილია, რომლის ნახვაც და გათვალიერებაც შეგიძლიათ. და მაქსიმალურად ყურადღებით იყავით თვალი ადევნეთ ჩვენს არხებს, რომ გაგიზიაროთ ბევრი საინტერესო ადგილი. რისი მონახულებაც შეგიძლიათ და შეგიძლიათ, რომ ლაშქრობაში მეგობრებთან ერთად ზიაროთ და კარგი დრო გაატაროთ და მწვადები შეწყვეტთ. კი ბატონო, მეც ვეაფშე დავმატებ, კარგად ბრძანდებოდეთ.